მოდი ხა მე მინდა გაჩვენოთ ბათუმში ჩვენ გადავაკარით ეს მანქანა როცა ჩამოიყვანეს პაპრიკა იყო გადაკრული და თითქმის ნახევარ მანქანაზე იყო დაზიანებული და ტეკურაპის პაპრიკაა გადაკრული. განსხვავებული ძალიან პრიალა სტაფილოსფერი, რომელიც ძალიან პოპულარულია. სხვათა შორის მომხმარებელმა არ დაზოგა თანხა და ამ პაპრიკაზე ზემოდან დამცავი ფირი გადააკრა. მოდი ხა გაჩვენებთ რაღაცების ჩვენება მინდა. და მაინტერესებს მე თქვენი აზრი და გამოცდილება სადაზღვევო კომპანიების შესახებ. მანამდე მინდა გაჩვენოთ დაზიანება. მანქანა გააჩერა თავის პარკინგზე და მეზობელმა, ან რა ვიცი, უბრალოდ გამლელმა დაახვედრა ესეთი სიურპრიზი. დამცავიც გახეულია, პაპრიკაც გახეულია და საღებავის დაზიანებულია. ხოლო აი აქ უკვე მარტო დამცავი არის დაზიანებული. ჩვენ ახლა ამ ყველაფერს შევცვლით, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრი საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიების შესახებ, იმიტომ რომ რაღაც სადაზღვევო кейსთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე, რამდენად გიზღვევენ ფირს და ვინილს თუ გიზღვევენ ან დამცავს თუ გიზღვევენ და ორივე შემთხვევაში თუ გიზღვევენ და თანხას მნიშვნელოვნად გიმატებენ თუ არა და ზოგადად ღირს თუ არა დამცავი ფირის დაზღვევა, როგორ იქცევა სადაზღვევო კომპანია. ჩვენ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობთ და სიმართლე გითხრათ პრეტენზია არასდროს არ გამიგია. ამ პოლიტოს მოვყარი ყური ეგეთ რაღაცას და ეხლა მინდა რომ თქვენ დაგეკითხოთ აზრი მოკლედ თქვენი გამოცდილების შესახებ სადაზღვევო კომპანიები საქართველოში როგორ მუშაობენ ამ მიმართულებით თუ კომენტარებში დავიწერთ ძალიან მადლობელი დაგვრჩებით. ჩვენ პროცესებს ნელა გაჩვენებთ რა თქმა უნდა აქ რასაც გავაკეთებთ.